ფენომენალური მოვლენები. მრავალი პროცესი, რომლებიც ოკეანის სიღრმესა თუ მის ზედაპირზე მიმდინარეობს, იწვევს მეცნიერებას. თუმცა საუკუნეების მანძილზე დღემდე მათ ვერ მოუძებნეს სათანადო ახსნა განმარტება ამ მოვლენებს. ბალტიის ანომალია. უცნობი წარმოშობის მოწყობილობა მდებარეობს ბალტიის ზღვის ბოლოში. ნებისმიერი გემი, რომელიც იმ ადგილას გავლას ბედავს, ექვემდებარება ელექტრომაგნიტურ ტალღებს. გემზე არსებული რადიოგადამცემები წყობაში რჩება, მაგრამ დღემდე ჯერჯერობით ვერავინ განსაზღვრა მისი მოქცევის ზუსტი ბუნება. რძის ზღვა. ბიოლუმინესცენციური ბაქტერიები სინათლის საოცარ ეფექტებს ქმნიან ღამით ზღვის ფსკერზე. ფართოდაა გავრცელებული მათზე მრავალი ცნობილი საზღვაო ისტორიები, თუმცა მეცნიერებმა სინათლის წყაროს კონსენსუსი ჯერ ვერ დაადგინეს. გიგანტური კალმარი. 2012 წლის ივლისში აღმოაჩინეს 1000 კილოგრამი წონისა და 13 მეტრის სიგრძის კალმარი, ზღვის მოლუსკი. საცეცების მეშვეობით მას თავისუფლად შეუძლია გემის დაჭერა და პირის მიმართულებით წაღება. ოკეანეების სიღრმეში ამ მონსტრის არსებობა ადრეც დადასტურდა. ზღვაში გაუჩინარებანი. 1927 წელს ამელია ერჰარტი და მისი თანამშრომელი პილოტი ფრედ ნუნანი გაქრნენ იმ მომენტში, როდესაც წყნარ ოკეანეს კუნძულ ჰაოლენდის მიმდებარედ გადაიფრინეს. ათეული წლის შემდეგ 2014 წლის 8 მარტს მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავიც MH370 ანალოგიურ ადგილას ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე გაქრა. მიზეზი კვლავ დაუდგენელია. წყალქვეშა გემების გაუჩინარება. 1968 წელი სულაც არ იყო ბედნიერი და სახარბიელო საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელისათვის. მასობრივად იკარგებოდა მათი წყალქვეშა გემები ყოველგვარი კვალის გარეშე. მიზეზი და ადგილი კი დღემდე ვერ დადგინდა. დიდი ბინადარი. ყველაზე დიდ ზვიგენად ცნობილი 4 მეტრის სიგრძის თეთრი ბინადარი მოულოდნელად ძალზე დიდმა გარკვეველმა რაღაცამ შეჭამა, რომელიც ასევე წყალში ბინადრობს. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ ამ ფაქტს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს არსება ყველა იმათზე დიდია, რაც კი აქამდე წყალში არსებული მტაცებელი უნახავთ. სულაც არაა გამორიცხული ბევრი გემის გაუჩინარების მიზეზი სწორედ ის ყოფილიყო. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.